ის რომ შეერთებულ შტატებში ახალი კანონმდებლობით მხოლოდ ორი სქესი, ქალი და მამაკაცი დაკანონდა, ბევრს მხოლოდ სიმბოლური ცვლილება ეგონა. ფსევდოლიბერალებმა, რომლებმაც ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ გენდერული შოკი განიცადეს, ნელ-ნელა პოზიცია შეცვალეს და დაიწყეს ამ ისტორიული გადაწყვეტილების დაკნინება. ანუ რა მნიშვნელობა აქვს რა ეწერება კანონში? ადამიანი მაინც ის იქნება, რომელიც სქესის წარმომადგენლადაც აღიქვამს თავს და ასე შემდეგ. ანუ ამტკიცებენ ორი სქესის დაკანონება მხოლოდ ტრამპის ეპატაჟური ახირებაა და მეტი არაფერია. LGBT ადამიანები კი ისევ გააგრძელებენ ცხოვრებას როგორც ადრე. თუმცა რეალობაში ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართა. საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ ორი სქესის არსებობამ პირველი დიდი ცვლილება ამერიკელების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ყველანაირი ლიბერასტული ნაგვისაგან გასუფთავება გამოიწვია. ჯერ ობამას, შემდეგ კი ბაბუა ჯოს ფერადი მმართველობის დროს, როცა ტრანსგენდერები ამერიკელების სულს წარმოადგენდნენ, დაკანონდა ისეთი შიზოფრენია, როგორიცაა პასპორტებში და დაბადების მოწმობებში ეგრეთ წოდებული მესამე, უფრო ზუსტად შუალედური, გაუგებარი სქესის ჩაწერის უფლება. აქამდე ხო ყველა ნორმალური ქვეყნის ნორმალურ პასპორტში ეწერა, რომ მისი პატრონი არის ქალი ან კაცი. შესაბამისად, პასპორტში ეწერა male, მამაკაცი ან female, ქალი. მას შემდეგ, რაც ამერიკა LGBT შიზოფრენიამ მოიცვა, ამერიკის ოლიგარქიული ოჯახების და მათი ტრანსნაციონალური კორპორაციების ლობირებით, კანონმდებლებმა ამერიკის დემოკრატიული პარტიიდან გადაწყვიტეს, რომ პასპორტში უნდა იყოს კიდევ ერთი ასოს, X-ის ჩაწერის საშუალებაც. ანუ ვინც ვერ გარკვეულა კაცია, ქალია, ცხოველია, ნივთია თუ ბუნების რომელიღაც შეცდომა, მას უნდა შეეძლოს პასპორტში ჩაიწეროს X-ი და ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად დოკუმენტის ძალით მოუშალოს ნერვები კაცობრიობის ჯანმრთელ უმრავლესობას. თუ ჯეელი მამრია, შეუძლია ქალების გასახდელით ისარგებლოს, ქალების საერთო საცხოვრებელში იცხოვროს, ქალთა სპორტში ოლიმპიური მედლები მოიპოვოს და ასე შემდეგ. თუ ქალია, მაშინ შეუძლია მამაკაცის საპირფარეშოში იაროს, ოღონდ იქ მენსტრუაციისთვის საჭირო ტამპონების განთავსება უნდა მოითხოვოს. რა იცი, როდის შეიძლება დასჭირდეს? წვერი კი მოუშვა, მაგრამ ეს ქალური წესი ხომ ვერ მოიშალა. კიდევ შეუძლია ბავშვი გააჩინოს, ოღონდ გვაბოლოს, რომ კაცი ვარ და ვიმშობიარეო. მოკლედ ეს X-ი პასპორტში სულ ცოტა ხნის წინ მის მფლობელს უფლებას აძლევდა ყველანაირი უკუღმართობა გაეправებინა. სამსახურში მიღებისას პრივილეგიებით ესარგებლა, მიეღო უფასო სამედიცინო მომსახურება, კარიერული პერსპექტივები და რაც მთავარია, ყოფილიყო დაუსჯელი. აღარ მოყვები ახლა ტრანსების მიერ გაუპატიურებული არასრულწლოვანი გოგონების შესახებ, რომელთა მშობლები დღემდე დამნაშავის დასჯას ითხოვენ. მოკლედ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკული პასპორტებიც გამოჯამრთელდნენ. უფრო ზუსტად დაიწყეს გამოჯამრთელება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რამდენიმე დღის წინ ისტორიული დავალება მისცა სახელმწიფო დეპარტამენტს. შეაჩეროს ყველა იმ პასპორტის თუ დაბადების მოწმობის განაცხადის დამუშავება, რომელშიც სქესის მარკერის შეცვლაა მოთხოვნილი. ანუ ყველა ის განაცხადი, რომელშიც წერია, რომ სქესის გრაფის გასწვრივ X-ი ჩამიწერეთო, არათუ დაკმაყოფილებას, განხილვასაც აღარ ექვემდებარება. რაც შეეხება მათ, ვისაც პასპორტში უკვე უწერია X-ი, ისინი ყველაზე მეც ნერვიულობენ. ხომ იცით, შეჩვეულის გადაჩევა ყველაზე რთულია. თუმცა მათ რაღაც პერიოდი კიდევ მოუწევთ ნერვიულობა, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან ეს X-იანი პასპორტები ახლავე გააუქმონ, თუ ვადა რომ გაუვა და ისედაც შესაძლებელი გახდება, მაშინ გადააკეთონ. შეერთებული შტატების მთავრობა ამბობს, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამაკაცი და ქალი. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების შემდეგ გააკეთა. პირველივე დღეებში კი არაერთი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რათა შეეზღუდა წინა ადმინისტრაციის მიერ შემოღებული პრო-LGBT კანონები. მან ხელი მოაწერა რამდენიმე აღმასრულებელ ბრძანებას. ერთ-ერთი ეხება სკოლებს, რომლებიც რადიკალურ გენდერულ იდეოლოგიას ავრცელებდნენ არასრულწლოვნებში. ასევე ღიად ტრანსგენდერი პირების სამხედრო სამსახურში მსახურების აკრძალვას. და არასრულწლოვნებისთვის ეგრეთ წოდებული გენდერული მხარდაჭერისთვის საჭირო კურნალობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას. შედეგად ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შტატში საავადმყოფოებმა განაცხადეს, რომ ტრანსგენდერი არასრულწლოვნების მკურნალობას აჩერებენ.
ასევე შეწყდა სკოლებში LGBT პროპაგანდა. დაიწყო აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაჯანსაღება და იქედან ტრანსგენდერი პირების გაშვება. მოკლედ, ამერიკამ დაიწყო დაბრუნება ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრებისკენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ტრამპის მიერ ხელმოწერილ LGBT უკუღმართობის წინააღმდეგ მიმართულ აღმასრულებელ ბრძანებებს შორის მოხდა, ოფიციალურ დოკუმენტებს შეეხება. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ადამიანის პასპორტს თუ მართვის მოწმობას LGBT ფსევდოლიბერალიზმთან? პირდაპირ. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ ბარაკ ობამას დაწყებული საქმე LGBT მოტრფიალე ბაიდენის ადმინისტრაციამ გააგრძელა და 2022 წლის აპრილში ტრანს და არაბინარულ ადამიანებს გაუადვილა პასპორტების, ფედერალური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და მართვის მოწმობების განახლება, რომლის მიხედვითაც ყველა უკუღმართს შესაძლებლობა მიეცა დოკუმენტში თავიანთი სქესის ნაცვლად ჩაეწერათ X-ი. დიახ, უბრალოდ X-ი, არც მამაკაცი, არც ქალი. წინა ადმინისტრაციამ ამ არანორმალურობაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო, თუმცა დროში გაეწელა, რადგან საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ამ რბილად რომ ვთქვათ უცნაურობის დაკანონებას აპროტესტებდა. მაგრამ როდის იყო ბაიდენს და მის ხელქვეითებს ჯანსაღი საზოგადოების ბედი აღელვებდათ? მათთვის მთავარი იყო LGBT ადამიანები ყოფილიყვნენ კმაყოფილი. შედეგად 2022 წელს მაინც დააკანონეს ის, რაც LGBT პირებს სურდათ. სამოქალაქო მოძრაობის წინსვლის პროექტის წევრები, რომლებიც LGBT პოლიტიკას აკვირდებიან, აცხადებდნენ, რომ შეისწავლეს საკითხი და სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით კვლევებმა აჩვენა, რომ თითქოს ზუსტი და თანმიმდევრული გენდერული აღნიშვნები დოკუმენტებში მნიშვნელოვნად ამცირებდა ტრანსგენდერ ადამიანებზე ძალადობის, შევიწროვებისა და დისკრიმინაციის რისკებს. როგორ ამცირებდა, ამაზე მათი მხრიდან ნათქვამი არაფერი არ არის. დავუშვათ ვინმეს გადაწყვეტილი ქონდა გაურკვეველი სქესის ადამიანზე ძალადობა. ლოგიკურია, რომ მისი პასპორტის შემოწმებას ნამდვილად არ დაიწყებდა. X-ი ეწერა შიგნით თუ Y. ეს ვითომ კვლევებიც მორიგი საპნის ბუშტი იყო. თითქოს თუ ვინმე პასპორტში X ჩაიწერდა, მასზე ძალადობა ან შევიწროვება შემცირდებოდა. 2022 წელს, როდესაც ცვლილებები დამტკიცდა, სიახლე იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა და ის ტრანსგენდერთა ხილვადობის დღეს დაამთხვია. ამით კი კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რომ ისინი LGBT პირების ყველა სურვილს დააკმაყოფილებდნენ. LGBT ლობისტების ბაიდენის ადმინისტრაციის და ყველა LGBT მყარებლის პარპაში ამერიკაში დონალდ ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ პირველივე დღეს დასრულდა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ გასცემს აშშ-ის პასპორტებს X გენდერული აღნიშვნით და შეაჩერა ყველა განაცხადის დამუშავება იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც აღნიშნული გენდერის დამატებას ითხოვენ. ახალი წესი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებას მოჰყვა, ყველა ტრანსგენდერ და არაბინარულ ამერიკელს ეხება, მათ შორის მათ, ვინც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება. ბრძანება სახელწოდებით ქალების დაცვა გენდერული იდეოლოგიისგან, ექსტრემიზმისგან და ბიოლოგიური ჭეშმარიტების აღდგენა ფედერალურ მთავრობაში ეხება მთავრობის მიერ გაცემულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის პირადობის მოწმობებს, ვიზებს და ასე შემდეგ. მიზანი ერთია: აისახოს უცვლელი ბიოლოგიური კლასიფიკაცია და ადამიანი დადგინდეს როგორც მამაკაცი ან ქალი. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სააგენტოს თანამშრომლებს დაავალა, რომ აღმასრულებელი ბრძანება პასპორტების შესახებ დაუყოვნებლივ გაეტარებინათ. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ისინი რეკომენდაციებს გასცემენ იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე შეიცავენ X აღნიშვნას და მეტი ინფორმაცია მათ ვებსაიტზე იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ჯერ ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა, რამაც ტრანს და არაბინარულ ადამიანებში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი დაბნეული X ადამიანი ეშ ლაზარიუს 2-ია, ტრანს აქტივისტი, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში ცხოვრობს. 2-მ გადაწყვიტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ჭკუაში აჯობებდა და 16 იანვარს შეიტანა განაცხადი, რათა პასპორტში გენდერული აღნიშვნა შეეცვალა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ტრამპი ოფიციალურად დაიკავებდა თანამდებობას, მაგრამ მან ტყუილად იწვალა. მისი მოთხოვნის განხილვაც ახალი ბრძანების შესაბამისად შეჩერებულია. შედეგად განაწყენებულმა X-მა განაცხადა, რომ დასავლეთ ვირჯინია უფრო და უფრო მტრული ხდება ტრანს და არაბინარული ადამიანების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელ ქვეყანაში თურმე ანტიტრანს რიტორიკა ძლიერდება. მისივე თქმით, მისი შტატის შემდეგ საკანონმდებლო სხდომაზე ანტიტრანს კანონპროექტების ბუმი იქნება. ვერ ვრჩები ამ შტატში და ეს მტკინვეულია, რადგან აქაურობა ძალიან მიყვარს, ხალხიც მიყვარს, მაგრამ ახლა რეალობა ასეთია, ან უნდა წავიდე, ან მოვკვდე.
ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა გააფრთხილა ტრანს და არაბინარული მოქალაქეები, რომ თუ ისინი პასპორტში გენდერული აღნიშვნის შესაცვლელად ახალ განაცხადს შეიტანენ, არსებობს რისკი, რომ დოკუმენტების დამუშავების პროცესში პასპორტსა და დამხმარე დოკუმენტებზე წვდომა საერთოდ დაკარგონ. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ავალდებულებს ფედერალურ სააგენტოებს, რომ სამთავრობო დოკუმენტებში, მათ შორის პასპორტებსა და ვიზებში მითითებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ დაბადებისას მინიჭებული სქესი. რადგან დოკუმენტის თანახმად მხოლოდ ორი სქესის, მამრობითისა და მდედრობითის ცნობაა შესაძლებელი და ისინი შეუცვლელია. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული პასპორტები ასახავს ინდივიდის ბიოლოგიურ სქესს, ნათქვამია სააგენტოს მიერ. ამ ბრძანების თანახმად სქესი პირდაპირ გამორიცხავს გენდერულ იდენტობას. სახელმწიფო დეპარტამენტს არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა აირჩია X-ის ჩაწერა პასპორტში, მას შემდეგ, რაც 2022 წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ შემოიღო ეს წესი. ვილიამსის ინსტიტუტის ინფორმაციით კი ყოველწლიურად დაახლოებით 16700 ადამიანი მიმართავდა სახელმწიფოს იმისთვის, რომ აეღოთ პასპორტი X იდენტიფიკატორით. ამ პოლიტიკის შეჩერებას რადიკალური შედეგები ექნება, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ვითომდა მასზე შურისძიების შიშით ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი არამხოლოდ აიძულებს ტრანსგენდერ ადამიანებს, ატარონ დოკუმენტები, რომლებიც არ ასახავს მათ რეალურ იდენტობას, არამედ აგზავნის სიგნალს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტრანსუფლებების მიმართ უკან იხევს. ამ გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი დაბნეულობა მიზანმიმართულია. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ ტრანს და არაბინარული ადამიანებისთვის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდეს. მოკლედ, სანამ LGBT მოყვარულები და მათი უფროსები ვიშვიშებენ, ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკას ნაბიჯ-ნაბიჯ ჯანსაღ რელსებზე აბრუნებს. ამის დასტურია სხვა ბევრ აღმასრულებელ კანონთან ერთად ეს გადაწყვეტილებაც, რომელიც პასპორტში სქესის გრაფიდან X გააქრობს და ადამიანს იმ სქესს ჩაუწერს, რაც მას დაბადებისას ჰქონდა. X-ების გარდა ამერიკულ პასპორტში და საერთოდ ყველანაირ მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტში აიკრძალა სიტყვა გენდერის გამოყენებაც. თითქოს და გენდერმა რა დააშავა, მაგრამ აქ როგორც იტყვიან, ძაღლის თავია დამარხული. სიტყვა სქეს ინგლისურად ორი სინონიმი, გენდერ და სექს შეესატყვისება. მაგრამ ლიბერასტებმა როგორც ყოველთვის ყველაფრის გაუკუღმართება მოინდომეს და სიტყვა გენდერს განსხვავებული შინაარსი მოუფიქრეს. გამოგვიცხადეს, რომ სქესი შეიძლება ორია, მაგრამ აი გენდერი იმდენია, რამდენსაც ადამიანი აღიქვამს. ასე გადაიქცა სიტყვა სქესის სინონიმი გენდერი ანტონიმად. და სწორედ ამ სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად აკრძალა ტრამპის ადმინისტრაციამ მისი გამოყენება დოკუმენტში. ასე რომ ამიერიდან სიტყვა გენდერის манипуляციით შეცდომაში ვეღარავინ შეგიყვანთ. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ ორი სქესის, ქალისა და მამაკაცის არსებობა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ნგრევას ნიშნავს, რადგან მთელი LGBT პროპაგანდა დგას ერთ ფუნდამენტურ სქესთა მრავალფეროვნების პრინციპზე. ამ პრინციპის გარეშე ეს შიზოფრენია უბრალოდ ვერ იარსებებს, ოფიციალურად ვერ იარსებებს. როგორც კი აღარ იარსებებს მესამე, მეოთხე და 60-მეათე სქესი, ოფიციალურად აღარ იარსებებს LGBT მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა, ჩართულობა, ხილვადობა და არაბინარულობა. აღარ იარსებებს coming out-ი, შესაბამისად აღარ იარსებებს ჰომოფობია, ტრანსფობია და კიდევ უამრავი გამოგონილი ფობია. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ აღარ იარსებებს გარყვნილების ნიადაგზე შეშლილი სამყარო. ოღონდ ვიმეორებ, აღარ იარსებებს ოფიციალურად, თორემ შეშლილებს რა გამოლევს ამ ქვეყანას. დროებით.